როგორც მე ვხვდები მათი მთავარი გადაწყვეტილება რომ ეს სისულელე გააკეთონ, სრულიად დაუსაბუთებელი, უსამართლო სასაცილო, იმიტომ რომ უკვე მთელი მსოფლიო დასცინის ერთადერთ რუსებს უხარიათ, იყო ის რომ ჩემი ზღუდონ გადაადგილება, იმიტომ რომ მათ აღიზიანებთ თუმცა ჩემი აქტიურობა უკრაინაში, აქ რანაირად უნდა ჩემი ზღუდონ გადაადგილება. ხო ხედავთ, აგერავ რა დღეს აქ საქმე და ვზევარ აგერ ევროპის ერთ-ერთ მთავარ ქვეყანაში მის ხელმძღვანელთან და ბევრად მეტ ადგილზე დავდივარ, ვიდრე მოქმედი მთავრობის თავმჯდომარე და აწის კიდე უფრო ნაკლებში ივლიან იმის ფონზე რაც საკეთებენ და ვიდრე დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი ვივლი საქართველოს საკითხელდღეოდ. ვერავინ ვერ შემწუხებს. ორი ქვეყანა, სადაც ვერ ჩავდივარ სამწუხაროდ ერთ შემთხვევაში, ეს საქართველოს შემთხვევაში შემწუხებს ძალიან სამწუხაროა. იმიტომ რომ ბოლოს შვილი მეზდება საქართველოში და მინდა რომ არ მინდა რომ და მენატრება ჩემი შვილიც და ჩემი ოჯახიც მსნიანად, მაგრამ ამის მიუხედავად გაუძლებთ მენატრება ჩემი ქვეყანა ძალიან ეს არის ძალიან დროებითი მოვლენა ძალიან დროებითი და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვათ ჩვენ დაწყებულ საქმეს და რაც შეეხება ამა ხო ხედავთ აგერავარ და ასე ვილით ამ სოფლიოში ვინც რანაირად შემაჩნევა. რას ნიშნავდა ის რომ თქვენ დაწერეთ რომ იქნებით ახლოს ქართულ ხალხთან, ოდესაც ისინი ამას ისურვებენ? აბა აშკარაა რომ ვისი დაკვეთით ხდება თუ ადამიანის სულელი არ არის ხდება ხო? შეუკვეთეს 2 მილიარდი გადაიხადეს ამ საქმეში დაავალეს და მათი ერთი დაკომპლექსებული ოლიგარქის ინსტინქტები ბოღმა დაემთხვა თავარი მოთამაშის რუსეთის ინტერესებს ეს არის და ეს მაგრამ ჩვენ ვართ აქ კიდევ ერთხელ მეორე ხედავთ რომ 1 საათიან საუბარი ქონდა ძალიან კარგ მასპინძელთა დიდი ხნის მქონდა გეგმილი ვაპირებ ევროპაში გაგრძელებას ალბანეთში ვიყავი ამას წინათ რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში მივდივარ ასე ვაპირებ გავხსნა